სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის სასულისაითა. წესით დღევანდელ დღეს ხალხი მეტი უნდა იყოს. იმიტომ რომ სწორედ დღევანდელ დღეს იწყება ის მოსამზადებელი პერიოდები, რომელსაც დიდ მარხვის ციკლი ქვია. დღეს ზაქეს კვირა. შემდეგი უკვე მეზვერისა და ფარისეველის და ასე შემდეგ. ასე რომ დღევანდელი დღიდან ჩვენ ეკლესია უკვე მრავალი ასეული წელია შეგვაგონებს თუ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჭეშმარიტად ქრისტიანები გვერქვას და რა საცდურები არსებობს, უმთავრესი საცდურები ჩვენი სულის ცხონების გზაზე. ზაქეს კვირა, იცით ეს ისტორია თქვენ უფლის მიერ ზაქეს მოქცევისა, ზაქე მეზვერეა, მეზვერეთა მთავარია. და როგორც ყველა ეს საკითხავი დაწყებული დღევანდელი კვირიდან, შემდეგ მეზვერისა და ფარისეველის და მთელი დიდ მარხვის ციკლი და შემდეგ დიდ მარხვის ციკლის შემდგომ სულთმოფენობის ჩათვლით და კიდევ ერთი კვირა იქით ყოველთა წმინდათა კვირამდე ყოველ ეს საკითხავი არის განსაკუთრებული და შეიძლება ითქვას, რომ თუ ადამიანი ძალიან ჩაუღმავდება აი ამ საკითხავებს, ფაქტურად მთელი ქრისტიანული მოძღვრების არსია გადმოცემული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პერიოდი თითოეული ჩვენთაგანისათვის. დღევანდელი საკითხავი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. საერთოდ უნდა ითქვას, ეს ისტორიები და ზოგ შემთხვევაში იგავებია გადმოცემული, ეს ისტორიები ძალიან ღრმა არის. თქვათ იგივე უძღებიშვილის იგავი, ხო ვიცით? ძალიან ღრმა არის ეს იგავები, თითოეული ისტორია იგავი რაღაც რამდენიმე ფრაზაშია მოცემული, მაგრამ აგერ საუკუნეები გავიდა და ეკლესია ადამიანური რესურსით ვერ ამოუწურეთ ყოველთვის ის ახალ და ახალ სიღრმეებს გვთავაზობს და თავისებურად კიდევ ახლებურად გვაჩვენებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით და რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ჩვენ დღევანდელი საკითხავი, როდესაც რაღაც ამონარიდებს ამოვიკითხავთ, რა თქმა უნდა, დავინახავთ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მორწმუნე ადამიანისა. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს მორწმუნე ადამიანის პრობლემა და არა ურწმუნოსი. გასაგებია ურწმუნოა და დამთავრდა, მაგრამ როცა ჩვენ საკუთარ თავს მორწმუნეებად მივიჩნევთ და ვცდილობთ, რომ სულიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ, სწორედ აი ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით არსებობს მდგომარეობა მორწმუნე ადამიანის, რომელსაც ხიბლი ქვია. რა არის ხიბლი? როცა ადამიანს გონია, რომ იგი არის რა რელიგიური, სწორად ცხოვრობს. როცა ადამიანი თავდაჯერებულია თავის სულიერ ცხოვრებაში, როცა ადამიანს გონია სადღაც, რომელსაც შეიძლება საკუთარ თავსაც არ უტყდება, მაგრამ გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ღმერთს მისი ცხოვრება მოსწონს. კი, მართალია ცოდავ, ეხლა ვინ არ ცოდავს, ხო, მაგრამ მაინც კარგი ხარ და მაინც მოსწონ ხარ ღმერთს, მაინც მოსწონს შენი ერთგულება, მაინც მოსწონს შენი ლოცვა, მაინც მოსწონს შენი სიკეთე და კარგი ვინმე ხარ. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ჩვენი ხიბლის მდგომარეობისა და ფარისევლური სულის არსებობისა. და არავინ არ არის ამისგან თავისუფალი, არავის არ ეგონოს, რომ ამისგან თავისუფალია, იმიტომ რომ რა გამოდის მაშინ ამისგან თავისუფალი თუ ხარ, ესე იგი ორიდან ერთია, ან დაცემული ბუნება არ გაქვს საერთოდ და სხვა არსება ხარ და ადამიანშვილი არა ხარ, ან კიდე კი ხარ ადამიანშვილი, მაგრამ უკვე განწმენდილი ხარ და წმინდანი ხარ. წმინდანი ვინ შეიძლება ხორცში მყოფი იყოს, არავინ, მაგრამ სიწმინდის გზაზე მდგარი ხარ იმგვარად, რომ შენში დაცემული ბუნება ვეღარ ბატონობს, ვერანაირად ვერ ავლენს ის საკუთარ თავს, ანუ შენი მდგომარეობაში ხარ, ამ მდგომარეობაშიც ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი იყო და მე ვფიქრობ, არც ერთ ჭკუათა მყოფელს არ მოუვა თავში აზრად, რომ მისი სიწმინდე ღვთისმშობლის სიწმინდელს უტოლდებოდეს ეს, იმიტომ რომ ის ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი აბსოლუტურად განსაკუთრებული მოვლენა არის და ეს ყოველთვის გვახსოვს ჩვენ, რა თქმა უნდა ვიცით. ჩვენ
დღევანდელი ქრისტიანები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა უпростоრეთ ძირითადი ნაწილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი ქრისტიანებისა იმ ტალღას შემოყოლილები არიან, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მოვიდა ეკლესიაში. ფაქტობრივად ჩვენი ეკლესიის რაოდენობრივი ზრდა და აღორძინება პატარებს ნაკლებად გახსოვთ ახალგაზრდებს, ხოლო ვინც შემსავით უკვე დაბერდა, მას მეტნაკლებად ახსოვს, რომ სწორედ 99 წლიდან 88-99 წლიდან განსაკუთრებით 9 აპრილის მოვლენებიდან ძალიან ძლიერად იმატა ტალღამ ხალხისა ეკლესიაში. ამან განაპირობა ეკლესიის რაოდენობრივი და არა მარტო სამრევლო თვალსაზრისით ბუნებრივია, სამრევლო რო იზრდება სასულიერო თასიც ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული და ეს ძალიან ერთის მხრივ დადებითი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მაგრამ ამას თავისი ძალიან ბევრი უარყოფითი რამ ახლავს. გვახსოვდეს სამწუხარო რეალობაა ეს, რომ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა მაშინ ეკლესიაში რომ მოვიდა და იმ მოსულებიდან არიან სასულიერო პირებიც ვართ. მე იმ დროს მოსულები ვართ, მეც იმ დროს მოსული ვარ მაგალითად, ხო? ძალიან დიდი ნაწილი იმ დროს არ მოსულა უშუალოდ ქრისტესთვის, უშუალოდ ქრისტეს ძიებისათვის. არამედ უბრალოდ რელიგიური მოტივაციებით მოვიდა, რომელიც თავის მხრივ ნაკარნახები იყო ეროვნული სულისკვეთებით და ეს თითქოსაც ცუდი არ არის, ხო? ადამიანს ეროვნული გზნობები აწუხებდა, უსამართლობას წააწყდა, უნდა თქვათ რაღაცას დადებითი ემოციები, დადებითი კარგი კეთილი აზრები, რომ სამშობლო განთავისუფლდეს, გამოსავალი ერთადერთია მხოლოდ ღმერთი და სხვა გამოსავალი არ არსებობს და ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ამ კუთხით. და ასევე სოციალური მოტივები 91 წლიდან ვიცით როგორ დაიქცა ჩვენი ქვეყანა იმ სამოქალაქო ომის იმ სიბნელეში და ამან ცალკე პრობლემები შექმნა. მოკლედ, მე მის თქმა მინდა რომ აი ამ ყველაფერმა გამოიწვია რომ ეკლესია რაოდენობრივად გაიზარდა. მას მერე რაც ცოტა ცხოვრება დამშვიდდა, არ უნდა ვიგულისხმოთ რომ ეს პროცესი შენელდა და შეწყდა. ჯერეთი საქართველოში ყოველთვის გვიჭირდა, თუმცა არა ისე როგორც მაშინ. მაგრამ ქართველი კაცი რელიგიური გზნობები მოაწובה და აწუხებს, ყოველთვის პირველად სად უნდა წავიდეს თუ არა ეკლესიაში. ბუნებრივია, ხა მეჩეთში ხო არ წავა, ხო, თქვა, წავა ეკლესიაში. ამიტომ კვლავ და კვლავ გრძელდებოდა ის პროცესი, რასაც ადამიანების მოსვლა ქვია ეკლესიაში, არა ქრისტიანული მოტივით. არა ქრისტოცენტრული სულისკვეთებით შეიძლება ასე ითქვას. ანუ ქრისტე კი არ დაინახეს როგორც ასეთი, არამედ შეიმეცნეს, რომ ღმერთი არის. ან თქვათ, სხვა გამოსავალი არ აქვთ, ხედავენ, რომ თუ არა ღმერთი, მაშინ ყველაფერი უაზროა და აი ამ მოტივით მოდიან. კიდევ ვიმეორებ, ეს ერთის მხრივ კარგია, ხო? გასაგებია, რომ ადამიანი თავდაპირველად შეიძლება ესეც ეძებს ღმერთს, მაგრამ ადამიანი შეიძლება ბოლომდე ესე დარჩეს და ბოლომდე დარჩეს ესე და ქრისტე ვერ დაინახოს. რა თქმა უნდა, ეკლესიაში როცა მოვა, ის მეტნაკლებად აღიარებს მრწამს, რომელიც სხვა ზეპირათაც იცის, თუმცა უნდა ითქვას სამწუხარო რეალობა ისიც, რომ სამრევლოს უდიდესმა მარტო თქვენ არ გულისხმობთ, თუმცა თქვენს რატომაც არა, სამრევლოს უდიდესმა ნაწილმა მრწამსი არ იცის ზეპირად შეიძლება, თუმცა შეიძლება ბევრმა ახალმოსულმა არც კი იცოდეს, ყოველ დილას რო ამბობ, ბოლო ზეპირად ისწავლი და თუ არ ამბობ, ვერ ისწავლი, ლექსიით ხო არ უნდა დაიზეპირო. მაგრამ მრწამსის ცოდნა ზეპირად არაფერს ნიშნავს, მრწამსის ცოდნა მართლობის წინ აუცილებელი პირობაა, ხო, მრწამსი ვიცოდეთ, როცა ვინათლებით. მრწამსის ცოდნა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვიცოდე შიგრა არის. ანუ რას ნიშნავს ყოვლადწმინდა სამება ღმერთი და რას ნიშნავს იესო ქრისტე ძე ღმერთის განკაცება და რას ნიშნავს, რომ ქრისტე მოვიდა და ეკლესია დაარსა. აი რას ნიშნავს ეს? და რას ნიშნავს მარადიული ცხოვრება? ყველაფერი ეს მრწამსია გადმოცემული. და თუ ეს ადამიანს გაცნობიერებული არ აქვს, მაშინ ჩვენ სიღრმისეულად ამ ადამიანს ქრისტიანს ვერ უწოდებთ და ეს პრობლემები მე უკვე სამრევლო ცხოვრებაშია, ეს პრობლემები სამღვდელო დასშია, იმიტომ რომ მეც თუ ასეთი ვარ, მე თქვენ ვერ გასწავლით, თქვენს თუ ამგვარად მოსულები ხარ და მეც თქვენ ვერ გასწავლეთ, მაშინ გამოდის რომ თქვენც ესე იგი ჩემგან ვერ განისწავლებით
და შედეგად ღებულობთ იმას, რომ ჩვენ რაღაც წესებს ვითვისებთ, გარკვეული ცხოვრება რელიგიური თვალსაზრისით წესრიგდება, ზნეობრივი თვალსაზრისითაც უფრო მოწესრიგებული ხდება, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე რა რომ ზნეობრივად უკეთესი გახდი, აღარ ვთრები, აღარ ჩადიხარ რაღაც უმსგავსოებს, ადამიანს დაემსგავსო უბრალოდ, მე რა ეს არაფერს არ ნიშნავს. შენ ხო ქრისტიანი ჯერ არ ახარ, განა ფარისევლები ადამიანებს არ გვანდნენ, განა ისინი ზნეობრივად ძალიან მაღალი ზნეობით არ ცხოვრობდნენ, პრინციპში კაცმა რო თქვას, დიახ ცხოვრობდნენ და იმდენად ცხოვრობდნენ ზნეობრივად, რომ საკუთარი თავი მოსწონდა და კმაყოფილები იყვნენ, ხო? განასამშობლო არ უყვარდათ, მაგრამ ისინი ხო ქრისტიანები არათუ ვერ გახდნენ, შეიძულეს კიდევაც ქრისტე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს და აი ლუკა მახარებელთან დღეს აღმოვიკითხეთ ესეთი სიტყვები, როდესაც უფალი შედის ზაქეს სახლში, ნახეთ, ქრისტე შედის ზაქეს სახლში. ჯერ ერთი რომ ისინი ხო ქრისტეს ვერ ხედავენ და მე ვერც იმას გნობენ, რომ ზაქეს როგორ შეიძლება უჭირდეს. და რადგან ზაქეს უჭირს, ამიტომ თუ ქრისტე არის მოძღვარი და შედის იმასთან, ვინც უჭირს, წესით უნდა გაუხარდეთ. და ნახეთ, დამოკიდებულება იხილეს ყოველთა და რტვინვიდეს და იტყოდეს ვითარმეთ ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგრომად. რა არ უნდა ცოდნოდათ წესით, რომ ღმერთი ცოდვილებისთვის არის, ანუ იმ გაგებით განაძველ აღთქმაში არ იყო წესი სინანულისა, ცოდვების შემდობისა, სხორპლის გაღებისა ცოდვის გამო, ერის ცოდვების გამო, პიროვნების ცოდვების გამო. ეს ყველაფერი ეს რიტუალური მხარე არსებობდა ძველ აღთქმაში. მაგრამ მათ ეს ყველაფერი წარშლილი აქვს, ისინი ამ ყველაფერს ვერ ხედავენ. მათი სიმართლე ისეთია, რომ მათ უჭირთ ამ ყველაფრის დანახვა. აი, ხედავთ, როგორი რელიგიური შეიძლება იყოს ადამიანი. და თუ ჩვენ ქრისტოცენტრული განწყობებით არ ვიქენით ეკლესიას, ჩვენი რელიგიურობა იქნება სწორედ ესეთი, ჩვენ ვერ მივხვდებით, რატომ შეიძლება გქონდეს უპირატესობა ვიღაცა ცოდვილს ჩემ თვალში, ღვთის წინაშე, ვიდრე მე, რომელიც თქვათ, თითქოს და არაფერს არაშავებს. წესით ადამიანი ეკლესიაში ქრისტესათვის უნდა იყოს მოსული. და თუ ადამიანი მოვიდა ქრისტესათვის, მაშინ მისი ცხოვრება მეხსეულად იცვლება. აი აქ ვახსენეს სიტყვა მეხსეული ცვლილება ადამიანის ცხოვრებისა. ჩვენ ამასაც ხედავთ, რომ მართალია ადამიანი არ არსებობს ცხონდეს და არ ასწოდოს. მართალია ჩვენი ცხონების მიმოვალ გზაზე მრავალგზის ვეცემით. მაგრამ ცოდვა ჩვენს გარეთ არსებული რეალობაა, რომელიც ჩვენ ცდუნებას ცდილობს და გვებრძვის. და ის ჩვენს გულში აღარ უნდა იყოს. ადამიანი სანამ მოინათლება და სანამ შეინანებს, მანამდე მის გულში ბატონობს ცოდვა. ადამიანი ფაქტობრივად აზროვნებს, როგორც ცოდვილი აზროვნებს და მისი ცხოვრების საზრისი არის ცოდვა, ანუ ის მდგომარეობა, რომელიც მას ღმერთს დააცილებს და მისი ცხოვრების ცენტრი არის ყოველივე ის, რაც მის ეგოიზმს კვებავს. და ეს მისია, მისი საკუთარია და მისგან განუყოფელია. როცა ადამიანი მოინათლება, როცა ადამიანი შეინანებს, მადლი განდევნის ცოდვას მისი გულიდან, ცოდვა აღარ წარმართავს მის ცხოვრებას, მაგრამ იგი ჩნდება მაცდუნებელ იარაღად ეშმაკისა და ფაქტურად ეშმაკი უკვე გარედან ებრძვის. ხო, ესია. მაგრამ ჩვენ რეალობაში რას ვხედავთ? ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობთ ქრისტიანულად, მაგრამ ერთნაბიჯსაც ვერ დგავთ ქრისტესაკენ. და მიზეზი რა არის ამისი? მონათლულები ვართ, გასაგებია, მაგრამ ჩვენ იმდენად არ შევინანეთ და რა არის სინანული? სინანული ხომ ეს მეტამორფოზაა, რომელიც ადამიანს მუდმივად ამოძრავებს ქრისტესაკენ. სინანული ხო ეს მდგომარეობაა, რომ აი შეკუმშული ზამბარა რო წარმოედგინოთ, რომელიც მუდამ იშლება, ძლავრი პოტენციური ენერგია შიგნით და სულ იშლება, არასოდეს არ ჩერდება. აი ეს არის სინანულის პროცესი, სულ იშლება და ეს თავის შეკუმშულ ენერგიას, ეს ზამბარა, რომელიც ატარებს, ხო, აი ეს პოტენციური ენერგია, სინანული, რომელიც ადამიანს სულ ესე იგი ხსნის ღმერთისაკენ. ეს არასოდეს არ უნდა გაჩერდეს. ის თუ გაჩერდა, ესე იგი ადამიანში სინანული შეჩერდა. თუ ადამიანში შეჩერდა სინანული, არა აქვს მნიშვნელობა რა ზომაზე გაიშალა მისი ზამბარა, სულ ერთია. იგი უკვე კვლავ წარწმედისაკენ მიდის.
და როცა ადამიანი აი ამგვარად ესე იგი ცდილობს ხო და ამგვარად იბრძვის თავისთავად ცხადია ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი როცა აი ეს შიგნით მისი არსების ცენტრში ქრისტეა და თუ ქრისტე არ არის მაშინ გამოდის რომ წლები ადამიანი ცხოვრობს და ერთ ნაბიჯსაც არ ადგავს სულიერი ცხოვრებისაკენ მან შეიძლება ყველაფერი იცოდეს მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ასკეტი მამებიც ხო გვასწავლიან აი სამი ძირითადი ცუდი მდგომარეობა ადამიანისა ერთ-ერთი პირველი ეს არის როცა ადამიანმა არ იცის რა არის ჭეშმარიტება და ჩვენ სამწუხაროდ ამ მდგომარეობაშიც ვართ ეკლესიაში ძალიან ბევრმა არ იცის ქრისტიანობა რას ნიშნავს და როგორც გითხარით რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებს უკვე მრავალი წელია მეორე როცა ადამიანმა იცის მაგრამ ავიწყდება და ჩვენ სულ ყველანი ესე ვართ აი წარმოედგინეთ რა ხშირად გვავიწყდება რომ ქრისტიანები ვართ ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენს საქმიანობაში ჩვენს მიდრეკილებებში ჩვენს მიმიკებში კი ბატონო რატო მიმიკები ხო და ჟესტიკულაცია ხო ჩვენ შინაგან სამყაროს ავლენს აღარ ვამბობ ჩვენ სიტყვებში და საქმეებში და გამოხედვაში და გზნობებში და გულის სიტყვებში და ასე შემდეგ გვავიწყდება რომ ქრისტიანები ვართ რომ მოვკვდებით რომ გარდავიცვლებით და რომ ღვთის წინაშე პასუხს ვაგებთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა მესამეს უბედურება შეიძლება ადამიანს ცოდნაც ჰქონდეს შეიძლება ადამიანს არც არასოდეს არ ავიწყდებოდეს მაგრამ ბუდებება ანუ სიზარმაც როცა ადამიანს გული უკვდება რა ოღონ საქმე არ აკეთოს და ჩვენ ესეც აღჭირს ძალიან ხშირად მესამე მდგომარეობა რა თქმა უნდა ყველაზე უარესია როცა ადამიანს ყველაფერი იცის ყველაფერი ახსოვს და არ აკეთებს როცა ადამიანი მკვდარია და მიზეზი რა შეიძლება ამის იყოს როგორ შეიძლება ჩემში შიგნით ქრისტე იყოს და მე ესეთ მდგომარეობაში ვიყოს და ქრისტოცენტრული არ არის ჩემი რელიგიური ცხოვრება იმიტომ რომ ქრისტოცენტრული თუ ხდებ არის თუ მე ქრისტესათვის მოვედი ან თუ არ მოვედი მე გამოვფხიზლდი და მე მივხვდი და ქრისტეთი აღვივსე და მე დავინახე რომ თუ ვარ ჩემი რელიგიურობა ერთადერთი ყველაზე მთავარი უпроსოდ რაც უნდა ვლინდებოდეს ეს არის ქრისტეს მოწაფეობა ქრისტეს ერთგულება იმიტომ რომ სულ ხედავდა ქრისტე ხო რატო ქრისტეს იმიტომ ქრისტე დავინახეთ ქრისტე ვიცით როგორია შვიდი მდაბალი გესმით და მის გამს სწავლობთ მას თუ ვერ ვემსგავსებით ვცდილობთ მას დავემსგავსოთ სულ ამის მეცადინეობაში ვართ ეს არასოდეს აბა თუ შენ არ ცდილობ ქრისტეს დაემსგავსო შენს ყოველ წამიერებაში მაშინ ქრისტიანი როგორ ახარ ქრისტეს მიმდევარი კი ბატონო მაშინ რელიგიური ღმერთი გწამს და ხელებს აღაპყრობ მაგრამ რეალურად ხო ესე არ არის უნდა ქრისტეს დაემსგავსო თუ ქრისტიანი ხარ იმიტომ მოვიდა შენთან და თუ ესია მაშინ ადამიანის ცხოვრება ძალიან იცლება საკუთრივ მართლმადიდებლობა ყველა სხვა დენომინაციისაგან იმით განსხვავდება ქრისტიანული კონფესიისაგან რომ იგი საკუთრივ ქრისტოცენტრულია არც ისე არ არის კი ვერც ვიტყვი როგორ შეიძლება ერთადერთი მართლმადიდებლობა რომელიც ისიხასტური სულით ავლენს საკუთარ თავს, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ იესოს ლოცვაში ვლინდება, რომელიც გვასწავლის, რომ სულ ვიყოთ ქრისტესთან სინანულით და ეს იყოს ჩვენი ცხოვრების მუდმივი მდგომარეობა, ჩვენი სიცოცხლე განუყოფელი იყოს ქრისტესაგან, ხო? და ეს რეალურად ხორციელდება იმით, რომ მადლი არის ის ხელთუქმნელი საღვთო ენერგია, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც ჩვენში მკვიდრობს, ჩვენ აგვავსებს, ჩვენ მისით ცოცხლობთ, მისით სუნთქავთ, მისით ვარსებობთ და რეალურად ვემსგავსებით, გვაქვს შესაძლებლობა რეალურად დავემსგავსოთ ქრისტეს. და აი როგორ მკვეთრად იცვლება ცხოვრება. გახსოვთ ზაქე თავს იმდაბლებს ეს ისეთი თანამდებობის პირია და მოკლედ თანამდებობის პირები როგორები ვართ ხო ვიცით არა ხუდი ყავარზე აქ თანამდებობის პირ შემოდებული ხო ყველა შიში თუ არ უყვართ შიშით მაინც პატივს მიაგებენ იმიტომ რომ მათზე ბევრი რამეა და მოგუცებ ხეზი არბის იმიტომ რომ ვერ ხედავს პატარა ატანით ხეზი არბის პატარა ბავშვივით და უკვე აღარაფერს აღარ უყურებს თავის წოდებას ხალხის პატივისცემას იმას რომ უფალს მაინდა-მაინც ეს მაღალი ელიტა ცოტა ეჭვით უყურებს არაფერს აღარ დაგიდევთ ხეზი არბის იესომ ზევით აიხედა დაინახა და უთხრა ზაქე ჩქარა ჩამოდი ძირს ვინაიდან დღეს შენ სახლში უნდა ვიყო და აი ეს სიტყვები ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი ზაქე სიხარულით ქრისტეს იღებს ზაქე ახლა ურწმუნო ვერ იქნებოდა გასაგებია რომ ცხოვრების წესით ის ურწმუნო აბა როგორ იქნებოდა მე ბაჟეთა უფროსი მაგრამ ცხოვრების წესი
ანუ არ იყო ფარისეველებით მოწესრიგებული, მაგრამ მენტალურად ის ურწმუნო არ არის, მას ღმერთი წამს. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ მნიშვნელოვანი არა ის, რომ მას ღმერთი წამს, არამედ ქრისტეს დაძახებაზე სიხარულით ჩამორბის, სიხარულით იღებს და ესე იგი გახარებული ალბათ ბავშვით, ესე იგი გარბის სახლისაკენ, რომ ესე იგი უფალს სახლი ის სუფრა მოუმზადოს. ხო? ანუ მისი სულიერი ცხოვრება ზაქესი იწყება ქრისტესთან შეხვედრით და იმ სიხარულით, რომ მან უშუალოდ ზეღმერთი განკაცებული თავის გულში მიიღო და ამან სიხარულით აღავსო. აი თუ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ეს არ განუცდია, ჩვენი აქ მყოფობა თუ არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გულში სიხარული ქრისტე მივიღეთ და გვიხარია, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ქრისტეს ერთგულები ვართ, ქრისტეს მოწაფეები ვართ, რომ უკაცრავად ამ სიტყვაზე გული გვერევა, როცა ჩვენ გვახსენდება ჩვენი წამები გატარებული ქრისტეს გარეშე, როცა რაღაცას ისეთ საკეთებ, რაღაც ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ ქრისტეს შენ დაგინახო, რომ გიყუროს ვიღაცამ, ხო? აი მარსიანელი გიყურებს და გიყურებს შენ მდგომარეობას, როგორ ხარ, როგორ წევ ხარ, როგორ დადიხარ, როგორ მოძრაობ, რა საკეთებ და არა, ეს ქრისტიანი ნამდვილად არ იქნება, ამას არაფერი არ ეწყობა ქრისტიანების და აი ესეთი წამები რო გვაქვს და გული რო გერევა, რო გახსენდება ამაზე, როგორ ვიყავი მე შენს გარეშე უფალო, აი ეს უნდა იყოს ჩვენში. გესმის, ეს თუ არ არის ჩვენში, ხო? თუ ჩვენ მთლიანად არა ვართ, აი როგორ გითხრათ, მთლიანად ჩვენი არსება უნდა იყოს ქრისტეს გარშემო. მთლიანად ჩვენი არსება. ეს არის ჩვენი ხორციელი ცხოვრება, ეს არის ჩვენი ფსიქოლოგიური ცხოვრება, ეს არის ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრება, გრძნობისმიერი ცხოვრება და რა თქმა უნდა სულიერი ცხოვრება. ყველაფერი ჩვენი მიზნები, ჩვენი მისწრაფებები, ჩვენი ქცევები, ჩვენი მანერები, ჩვენი სიტყვა, გულის სიტყვა, ჟესტიკული ყველაფერი ქრისტეს გარშემო უნდა იყოს. აი ესე დროს არის ადამიანი ქრისტიანი. და თუ ადამიანს ეს არ აქვს, ადამიანი ვერ არის ქრისტიანი, როგორც არ უნდა გარეგნულად, ესე იგი ფრთების ყლაშუნით ცხოვრობდეს უკაცრავად ამ სიტყვაზე. ასეთი ადამიანი, რომელიც ქრისტეს ესე იღებს გულში და აი ამგვარად თუ არა აქამდე ეხლა მაინც დაიწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, ესეთი ადამიანი ივსება მოწამეობრივი სული. მოწამეობრივი სულით ახლა ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ უშუალოდ ადამიანის ტანჯვას ვიღაცასგან ქრისტეს გამო. მოწამეობა ჩვენ ვიცით რატომ რას ნიშნავს. მოწამეობა ტანჯვას არ ნიშნავს. ხო? მოწამეობა ნიშნავს რაღაცას რომ ამოწმებ და აი ქრისტესათვის ტანჯვას მოწამეობა დაარქვა ეკლესიამ, ბერძნულადაც ესეა. მოწამეობა დაარქვა ეკლესიამ ქრისტესათვის ტანჯვას დაარქვა მოწამეობა, იმიტომ რომ ადამიანი ამ ტანჯვითაც ამოწმებს, რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი. ანუ ძეღმერთი. ესე იგი ცხოვრების სისხლითაც და ამიტომ მოწამეობა მარტო ტანჯვას აი ამ ვიღაცა რო ტანჯავს ამას არ ნიშნავს. მოწამეობა ნიშნავს მთელ ჩვენ ცხოვრებას, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფრით დავამოწმოთ, რომ ქრისტე არის განკაცებული ღმერთი, რომელიც არის ჩვენთან. ამას გულისხმობს. ამიტომ შეუძლებელია ადამიანის გული ქრისტეთი აღივსოს და შეუძლებელია რომ ესეთი ადამიანი მერე მოწამეობრივი სულით არ აღივსოს. და თუ მოწამეობრივი სულით აღივსება ადამიანი, იგი მკვეთრად ცვლის თავის ცხოვრებას და ეს უპირველეს ყოვლისა ვლინდება იმაში, რომ ის ესეთი ადამიანი თავგანწირულად ერთგულებს უფალს სიტყვით და ცხოვრების წესით, როგორც გითხარით, ამოწმებს ჭეშმარიტებას. აი საინტერესოა ეს ადგილი, ისევ ლუკა მახარებელთან 19 თავი. რქვა უფალსა, აჰა უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაი მივსცე გლახაკთა და უკვე თუ ვისმე ცილი დავსდებ, მივაგო 4 წილი. ზაქეს რა არის ზაქეს ცხოვრება? ზაქეს ცხოვრება არის მუდმივად სიმდიდრის დაგროვება. ხო? ამისთვის მან იზღალატობს სამშობლოს, იზღალატობს მამა-პაპათა სჯულს და ზნეობრივ ცხოვრების წესს და ყველაფერს თუ რამის ღალატი შეიძლება ამ ქვეყანაზე, ყველაფერს ღალატობს. ზაქე мотивация სიმდიდრის დაგროვება. ანუ მისი ცხოვრება, ზაქე ცხოვრება არის სიმდიდრე, ხო? ვიღაცის ცხოვრება რაღაცა, ყველას თავის ცხოვრება აქვს, ხო? და ეს არც ერთი არ არის სწორი, უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება ქრისტე. მაგრამ ამის ცხოვრება და სიმდიდრე ეს ერთ და იგივეა. და აი, სწორედ უფალი ამბობს, ვინც არ უარყოს საკუთარი თავი, ხო? ვინც არ წარიწმიდოს საკუთარი თავი.
ამ სოფელში, აი ზუსტად ზაქე თავს იკლავს ამ ცხოვრებისეული თვალსაზრისით და იწყებს ქველმოქმედებას, იწყებს იმ დანაგროვის გაცემას და მით უმეტეს თუ ვინმე დააზიანა და თუ ვინმე დააზარალა, იმას 4 წილად უნაზღაურებს. ესე იგი, უბრალოდ სიხარულით კი არ მიიღო და უბრალოდ კი არ თქვა, რომ აი რა კარგია, რომ აი ჩემთან მოვიდა უფალი და არამედ რეალურად დაიწყო მისი ცხოვრების გამოცვლა. ანუ ცხოვრება ის მისთვის რაც იყო ცხოვრება, იმას ხაზი გადაუსვა და უარყოს საკუთარი თავი. სწორედ ეს არის ცხოვრების წესით დაამოწმა, მოწამეობრივი სულით აღივსო. ხო? ეს ჩვენთვის მაგალითია. რა მაგალითი, რომ ყველა თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება ჩვენ მეზორები არც ერთი არ ვიყავი და არც ერთ არ ვქონა დიდძალი თანხა, მაგრამ აქ თანხაში არ არის საქმე. აქ საუბარია რასთან ახდენ შენი ცხოვრების იდენტიფიკაციას, რა არის შენთვის სიცოცხლე. და აღმოვაჩენთ, რომ გაქრისტიანებამდე და სამწუხაროდ გაქრისტიანების მერეც ჩვენთვის ცხოვრება, ჩვენთვის პირადი ჩვენი ცხოვრება და სიცოცხლე რაღაცასთან არის კავშირში. არა ღმერთთან, არამედ რაღაცასთან. ან შეიძლება ცოტა ღმერთთან, ცოტა რაღაცასთან, თუმცა ესეთი ვაჭრობა ღმერთთან არ შეიძლება. რაღაცასთან არის კავშირში და აი ეს რაღაცა არის ხელის შემშლელი და დგას ჩვენსა და ღმერთ შუა. სწორედ აი ამის ეს შეიძლება იყოს ჩვენი თუნდაც აი მაგალითად ეს შეიძლება იყოს ჩვენი პირადი ხასიათი. მე ეგეთი ხასიათები მაქვს, რა ვქნა და მე ესე ვხედავ ადამიანებს და მე ვერაფერს ვერ შევიცვლი. ხო, ესეთი მანერები მაქვს, ესეთი ჩვევები მაქვს, ხო, ესეთი მიდრეკილებები მაქვს და რა ვქნა. ვინ რითია მდიდარი, ზოგი ფულით არის მდიდარი და ზოგი კიდე ეგოიზმით და საშნელი მრისხანე ხასიათებით და საშნელი რაღაც ასეთი გამოვლინი უსიყვარულობით 1000 რამე არსებობს, ხო? ზოგი შურის მაძიებლობით არის ავსე, არავის არაფერს არ შეარჩენს, ხო? 1000 რამე არსებობს, ხო? ზოგს რა მიდრეკილებები აქვს ცოდვიანი და იმითი ბედნიერობს. ხო, ადამიანმა რაღაცები უარყო და დარჩა სიგარეტის მოწევა და აღარანებებს და კაცო რამდენიმე დავთმე და ეს აღარ დავიტოვო, ნუ ხო გესმით, რა სასაცილოა, ხო, მაგრამ სასაცილოა, მაგრამ ეს ხდება. ხო, ან მაგალითად ადამიანი თქვათ რაღაც დონეზე მიდის თითქოს რაღაცას უარყოს, მე რაღაც დონეზე ჩერდება და იმის იქით ნაბიჯის გადადგმა არ უნდა. აშკარად არ გავს ქრისტეს, რაღაცები დაიტოვა, თუნდაც მანერები, მაგრამ არ დგავს, იმიტომ რომ ეს მას უყვარს. არაფერი არ უნდა გიყვარდეს. არაფერი აბსოლუტურად. უნდა ბოლომდე მოკლა საკუთარი თავი, სანამ ქრისტეს არ დაემსგავსები. მე მესმის ეს რთულია. ვიღაცა იფიქრებს ეს რა მაქსიმალიზმია, მაგრამ თუ სადმე სხვა ქრისტიანობას ნახავთ, მე წამაკითხეთ, მე სხვა ქრისტიანობას არ ვიცნობ. ქრისტიანობა ეს არის, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ბოლომდე უნდა ვისწრაფოთ. რო ვერ მივაღწიო ამ ბოლო მიზანს, წმინდა მამები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ადამიანი ცხონდება არა იმით, რომ მიაღწია, არამედ ადამიანი ცხონდება იმით, რომ თავს გაუზოგავად იბრძო და რომ მიეღწია. და თავის ცხოვრებაში არ გაჩერებულა და თუ გარდაიცვალა იმ დროს, როცა არ მიუღწევია, მაგრამ გარდაცვალების დროს ის არ არის გაჩერებული და ისწრაფვის, ადამიანი ცხონდება. გესმით, აქ ღმერთი ჩვენში რაოდენობრივ მაჩვენებელს კი არ ეძებსო, აბა როგორ დააგროვე შენ ეს მადლი და ცხოვრების წესი, როგორი მნიშვნელობა, არამედ შენ დამოკიდებულებას და შენ ბრძოლის უნარს და შენს მისწრაფებას. ეს არის. ჭეშმარიტება უნდა დავამოწმოთ ჩვენი ცხოვრების წესი და ჭეშმარიტების დამოწმების ერთ-ერთი უმთავრესი მხარე არის მისიონერობა. მისიონერობაში გულისხმება აი სიტყვები, ხო, იყავით ნათელი ამასოფლისა, იყავით მარილი ამასოფლისა, წარვედი და მოიმოწაფენი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასულიერო პირების, მაგრამ თითოეული ერის ადამიანის ვალდებულებაა, რომ თქვენ სადაც იმყოფებით, თქვენ სადაც ცხოვრობთ, თქვენ რომ დაგინახავენ და ეცოდინებათ, რომ ჯერ ესეთი შეიძლება არ იცოდნენ და რომ დაგინახავენ, უკვე უნდა შინაგანი სიმპათიით განიმსჭვალონ, რომ აი რა კეთილშობილი ადამიანია. ეს იმიტომ კი არა რომ თავი უნდა მოაჩვენოთ. არამედ თქვენთვის ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს ეს. ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს, ქრისტიანული ეთიკა, ქრისტიანული ზნეობა, ხო? ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს და მე როცა გაიგებენ და თქვენ უნდა უყვარდეთ ადამიანებს, არა იმის გამო, თქვენი პირადი ღირსების გამო, არამედ იმის გამო, რომ თქვენ ცდილობთ ქრისტეს დაემსგავსო და ისინი ქვეცნობიერად ურწმუნონიც კი ქრისტეს ეძებენ ყველგან, მათი სული ხო ამას ეძებს და თქვენი გახდეთ რაღაცა მათთვის და მე თუ გაიგებენ, რომ თქვენ ეკლესიაში ხართ, ამით უკვე
ამით უკვე იქადაგება ქრისტიანობა, რომ ეს ადამიანი კარგი იმიტომ არის, რომ ქრისტიანია. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირების და სწორედ მისიონერობა, ანუ განკაცებული და რა არის მისიონერობა, ესე განკაცებული ღმერთის, ანუ ქრისტეს საქმის გაგრძელება. თითოეული ჩვენთაგანი ქრისტეს საქმეს აგრძელებს იმ გარემოში და იმ სტატუსით, რაც მას ღმერთმა მიანიჭა. და აი უფალი ამბობს კიდევაც, ხო, მოვიდა ძეკაცისა იმოძიება და ცხოვრება წარწყმედულისა. ანუ ჩვენი მიზანია, რომ ცოდვილებთან ვიყოთ რა, ვართ რა ცოდვილებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომელსაც ღმერთი არ დაუნახავთ, მათ ჩვენი საშუალებით ღმერთი დაინახონ. როგორც ამას უფალი პირდაპირ გვეუბნება მცნებაში, რომ ისე ბრწყინავდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რომ იხილავენ რამ ნათელს, ადიდონ ზეციური მამა. ეს არის ჩვენი ვალდებულება. რაც შეეხება უშუალოდ ღვთისმსახურებს, რომლების უპირველესი ვალდებულება არის სწორედ მისიონერობა და წარწყმედულების მოძიება, ძალიან საინტერესო არის პავლე მოციქულის ის ეპისტოლედან ამონარიდები, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ, ეს პირველი ტიმოთეს ეპისტოლე მეოთხე თავია. ფაქტობრივად პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება და ამით ღვთისმსახურებს შეაგონებს და ჩვენთვის არის. აი ეს სიტყვები ესე ჟღერს. იმისათვის ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს. აი ეს კარგად უნდა გვახსოვდეს ძალიან. ანუ ჩვენი შრომა და ჩვენი ღვაწლი არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება იმედი ცოცხალი ღმერთისა, ხას უსვავს. ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს განსაკუთრებულად სასულიერო პირებს, რომ ღმერთი არის ცოცხალი და ჩვენს ყოველ საქმეს ხედავს, ჩვენი ყოველი ტკივილი და განსასწრელი და საჭიროებაც იცის და ამავე დროს ჩვენი შეცდომებიც მის წინაშე ესე არის ხელის გულზე დალაგებული და ჩვენი შეგნებული ესე იგი ხშირად ღალატი ძალიან მძიმე სიტყვა იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ესეც არის ხოლმე ხანდახან, როცა ჩვენ შეგნებულად ჩვენი სიმართლის მხარეზე ვდგებით და არა ღმერთის მხარეზე. ღმერთი ცოცხალია და ჩვენ და არ შეიძლება რომ არ გქონდეს მისი იმედი. შეუძლებელია რომ სასულიერო პირმა და ჩვენ ამით გასწავლით თქვენ რომ თქვენც ასე იყოთ, ვიწუწუნოთ, იმიტომ რომ ღმერთი არის ცოცხალი. რადგან ღმერთი ცოცხალია და ჩვენ რადგან მისი იმედი გვაქვს, შეიძლება რომ ჩვენ წუწუნებდეთ. რომელიც არის ყოველი კაცის და მით უმეტეს მორწმუნე თანხსნელი. პავლე მოციქული ხას უსვავს, რომ ცოცხალი ღმერთი ყველა ადამიანის ხსნელია და მით უმეტეს მორწმუნეთა. ხო და აი აქ კიდე კითხვა ჩდება, კი მაგრამ მორწმუნე და მე ვარ მორწმუნე. და რა არის, რას ნიშნავს მორწმუნე? ყოველი კაცში შევდივარ თუ მორწმუნეში შევდივარ. მორწმუნე ძალიან დიდი პასუხისგებლობაა. გახსოვთ უფლის სიტყვები. ჯერ ერთი მე იმას ვწამვა, რომ ვინ შემცნებებს აღასრულებს და ბოლომდე ერთგული უნდა იყო ქრისტესი და მეორე, ჩემი მორწმუნე ჩემ ცნებებს აღასრულებს და მას მამა შეიყვარებს და მოვალთ მე და მამაი და მასში დავადგრებით, მის გულში დავდგებით. ანუ ჩვენი გული ზეცას ემსგავსება ამ დროს და ვართ ჩვენ ესეთი მორწმუნენი. რას ნიშნავს? გახსოვთ, როგორ ლოცულობს ჩვენთვის იოანეს სახარებაში მე-17 თავში აღწერილი უფლის ლოცვა, როგორც ღვთისმთავრისა. ჩვენთვის მორწმუნეთათვის და ჩვენ ვართ, ჩვენ ვიმყოფებით აი ამ ლოცვის საფარველის ქვეშ. ვართ ჩვენ ესეთი მორწმუნენი. და აი ამ დროს პავლე მოციქული კვლავ გვეუბნება ტიმოთეს და ტიმოთე სასულიერო პირი იყო და ეპისკოპოსი იყო მისი სულიერი შვილი და თითოეული ჩვენთაგანს ეუბნება როგორი უნდა იყო აი მორწმუნეს და სახე ექმენ მორწმუნეთა, ანუ მორწმუნებს მაგალითი მიეცი. მისაბაძი იყავი ტიმოთე, მისაბაძი იყავი თეოდორე, მისაბაძი იყავი ყოველ სასულიერო პირო, მისაბაძი იყავი მრევლისათვის თუ რას ნიშნავს მორწმუნე? სახე ექმენ მორწმუნეთა. ეხლა რითი და ჩამოთვლის სიტყვით, სულით, ანუ ცხოვრების წესით, სიყვარულით, სულით, ანუ სულიერ მდგომარეობით, სარწმუნოებით, სიწმინდით. აი ეს სიტყვები, სიტყვით, სულით, სიყვარულით, სულით, სარწმუნოებით და სიწმინდით ფაქტურად სასულიერო პირის ცხოვრებას შემოფარგლავს და გვეუბნება, რომ ყველაფრით იყავი მაგალითი მორწმუნეთა. აჩვენე რას ნიშნავს სარწმუნოება. იმიტომ რომ დღეს ეს არის გავრცელებული, რომ მღვდელს აქვს მადლი და რა თქმა უნდა აქვს მადლი და მღვდელი ნათლავს, მღვდელი აღსარებას იღებს, მღვდელი წირავს და
ნუ ეხლა ღვთლის ცხოვრებას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ეს ითქვას იმ გაგებით, რომ მადლად რჩება, მაგრამ მეორეს მხრივ ღვთლის პასუხისმგებლობა, რომ ძალიან დიდი აქაც ჩანს. მაგალითი მიეცი პავლე მოციქული გეუბნება. მთელი შენი ცხოვრებით მორწმუნეს და თუ შენ მაგალითს არ აძლევ, მე მორწმუნესა და ემართება არ ვიცი, მაგრამ მე რო ნამდვილად წარწყდები, მე თუ მაგალითს არ მივცემ, ხო, ეს ფაქტია, იმიტომ რომ აგერ პავლე მოციქულიც ამას მეუბნება. სხვათაშორის ეს სიტყვები, სიტყვითა, სულითა, სიყვარულითა, სულითა, სარწმუნოებითა და სიწმინდითა არის გამოხატული, აი ეხლა მე არ ვიცი, ეხლა რუსული ჯვრები რომ იყოს სამკერდე სასულიერო პირების თეთრი ჯვრები, იმის უკან იყო ეს წარწერილი ეს სიტყვები, რომ ყოველთვის მღვდელს მუდამ ხსომებოდა. ასევე გვარიგებს დაგმოძღრავს პავლე მოციქული, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე. ანუ მუდამ იყავი სწავლაში და მოძღვრობაში და ღვთისმსახურებაში. და მე გვახსენებს კიდევ ერთხელ, ნუ უდეპყობ, ანუ ნუ უგულებელს ყოფ, რომელი ეგე შენთან არის მადლი, რომელი მოგეცა შენ წინასწარმეტყველებითა, დასხმითა, ხელთა, ხუცობისათა. ანუ სამღვდელო მადლით, ხელდასხმით რომ მადლი მოგეცა, იმას ნუ უგულებელს ყოფ. ახსოვდეს თითოეულ სასულიერო პირს რა მადლის მატარებელია და ეს მადლი ძალიან დიდად გასაფრთხილებელია, არანაკლებ ვიდრე ნათლობის მადლი. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება, ნახეთ, ძალიან საინტერესო სიტყვებია. რათა შენი წარმატება ცხადი შეიქმნეს ყველასათვის. ანუ ერთია როცა ადამიანი მარჯვენა არისის რასაკეთებს მარცხენა და პირიქით ჩვენ მალავთ ჩვენს იკეთებს ხალხის წინაშე, მაგრამ რაც შეეხება აი ამას, რაც უნდა იყოს სამაგალითო სხვებისათვის, ამის დამალვას არ გვეუბნება პავლე მოციქული, გვეუბნება რომ ეს შენი წარმატება ცხადი იყოს ყველასათვის, რომ შენ სამაგალითო იყო ყველასათვის, მაგალითის მიმცემი იყო ყველასათვის. არა იმიტომ რომ თავი აიმაღლო და ტაში დაგიკრან, ღმერთმა დაგვიფაროს, არამედ იმიტომ რომ ეს მაგალითი გქონდეთ მაგალითი და არა უარყოფითი მაგალითი. ხო, ამიტომაც ამბობს იონე ოქროპირი, მე ადრეს გითხარით, რომ ორი ადამიანი ცოდავს, ერთი ცოდავს მძიმედ და მეორე მსუბუქად, მაგრამ ვინ მსუბუქად ცოდავს, ყველას თვალწინ ცოდავს და არ ედარდება, ხოლო ვინ მძიმედ ცოდავს, მალავს ამ თავის ცოდვას, რომ ხალხი არ დააბკოლოს და იონე ოქროპირი ამბობს, რომ ის მსუბუქად ცოდველი უფრო მძიმედ ცოდავს ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ეკლესიას არ უფრთხილდება. ასევეა სასულიერო პირის ცხოვრება. თუ სასულიერო პირი თავს ავლენს, თავის მაგალითს იძლევა, ხო, და ამას შეგნებულად აკეთებს, ეს ამით იგი მისიონერობს სამრევლოში, ყველას წინაშე და მაგალითს იძლევა, ეს ვალდებულება, მაგრამ არის მეორე მომენტი, რომ თუ ეს შინაგანად არ მოდის, რამდენი ხანი ითამაშებს სასულიერო პირი, ხო სწორია და აუცილებლად გაიშიფრება და ეს სიყალბე კიდევ უფრო საზეზღრად გამოჩნდება. ამიტომ შინაგანად თუ არ იცხოვრებს სასულიერო პირი, ესე დიდხანს ვერ ითამაშებს და საბოლოო ძამში გაიშიფრება. გაუფრთხილდი შენს თავს და მოძღვრებას. საკუთარ თავს რომ უნდა გაუფრთხილდეთ და ცოდვასთან რომ უნდა ვიზოლოთ, ეს ფაქტია, მაგრამ მოძღვრებასაც გაფრთხილება ჭირდება. მოძღვრებას გაფრთხილება ჭირდება, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ უნდა ვიცოდეთ ეს მოძღვრება რა არის. ქრისტიანული მოძღვრება ისეთი ღრმა არის, რომელიც არაფრით არ მოიწურება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს სიღრმე ამ სიღრმიდან ამ ღრმაჭიდან წყლის ამოღება შეაჩერო. როგორც კი შეაჩერებ, ის იმ წამსვე დადგება ეს წყალი და ის სინათლის მომცემი აღარ იქნება, ის კამკამა წყარო აღარ იქნება, მუდმივად და მუდმივად განახლებას საჭიროებს. ესე არის, იმიტომ რომ შენც უნდა მუდამ იზრდებოდე და მრევლსაც რო აწვდი, მრევლიც უნდა მუდამ იზრდებოდეს და არ შეიძლება ეს გაჩერდეს. ამიტომ მოძღვრების გაფრთხილება ჩემის აზრით იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სასულიერო პირი და შესაბამისად მრევლი მუდამ ახალ წყალს იღებდებს ამ უძირო უსაზღვრო ჭიდან და ახალი სწავლებები, რომელიც არის არა ახალი თვისობრივად, არამედ სიღრმისეულად, უпростоრად, რამე ახალი არა იმ გაგებით, რომ ახალი მოძღვრება მოვიდა, არამედ თითოეული ქრისტეს სიტყვის უფრო სიღრმისეული გაგება, როგორც უფალი ამბობს, რაც მე გამცნეთ, იმას გასწავლით სული წმინდა. ყოველ სიტყვას ისეთი უსასრულო სიღრმე აქვს, რომ ამის
დამთავრება, ამოწურვა არის შეუძლებელი და ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მუდამ განვისწავლებოდეთ სულიწმინდის მიერ. და თუ ეს პროცესი შეწყდა, ნიშნავს, რომ სულიწმინდა ჩვენ აღარ გვასწავლის, ხო, რომ სულიწმინდა რა შემთხვევაში შეიძლება არ გვასწავლოს ჩვენ, როცა ჩვენ მას გულს დაუხურავთ და ესეც უკვე ნიშნავს ჩვენს დაღუპვის გზაზე დგომას. და ამით და დამკვიდრდი ამ მოძღვრებაში, რადგან ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაცაც. აი ეს არის ის სიტყვა, რომელიც დღეს პავლე მოციქულის პირითა და ლუკა მახარებლის პირით მოგცა ეკლესიამ და ამით იწყება ეს ციკლი ჩვენი მზაობისა, მომზადებისა, დიდ მარხვის პერიოდს გულისხმობ და ღმერთი შეგვეწიოს, რომ დავინახოთ ჩვენ როგორ ვართ მოსულები ეკლესიაში და თუ ჩვენ დავინახავთ ჩვენს თავში, რომ დეფიციტია სწორედ ქრისტოცენტროლობისა და ქრისტე არ არის ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედი და ყველაფრის მომცველი, მაშინ ჩვენ ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში რაღაცა მკვეთრად შევცვალოთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.